საღამო მშვიდობის ხარხნებო. ზუსტად 7 საათი. გუშინ უფრო ბევრი საქმე იყო სხვადასხვა სამსახურში, მაგრამ დღეს უფრო დავიღალე. ეს ფეხის დაბლაკუნთები მეტკინა, იმიტომ რომ დღეს ესე ჩაცუცქულ მდგომარეობაში უფრო დიდი ხანი გავატარე რა. ის რაღაცები ჩავალაგეთ თევზები ვედრებში და რაღაცა და მაგას მეტკინა. აუ ნონასთვის ნუ მეწერა რომ ისა სამეჭ გამომიტანოს. ხვალ ბოლო დღეა სამუშაოში და კაი. თან ხომ იხარია ხოლმე სამუშაოდ ხან რა თქმა უნდა კაია ყოველ დღე წასვლა იქ და რაღაცა მაგრამ რა ვიცი რომ სახში უნდა ვიყო და სახში არანაკლებ საქმეა თქვენ კარგად იმიტომ რომ ხუთშაბათი დღე ძირითადად უბორკის დღე აქვს ხოლმე მტრები რაღაცა ხაია ესენი უნდა გადმოალაგო და აქ ის მილაგია უფერული ცელოფანი ვითრუა მტრები რაღაცა მივწმინდო მოვწმინდო და ეს უკეთ ხუთშაბათს უფრო ისეთი დღეა თარო სახში არიან ესენი აი ნეტ სკოლაში წახვიდეთ. არც სკოლაში. არც სკოლა, არც ცეკვა, არც არაფერი. ვაი. არაფერი არ გამიკეთებია ახლა ვზივარა ესე. და ვუყურებ ხა ხალიჩას პერსას უცითხოს თუ არა და კითხოს, მაგრამ ყურს არ უგდებ. აუ დილას რომ მივდიოდი, ჩავრთე ინტერნეტი, რომ მეთქი ამ ვიდეოს დილას ისე მოვიდა ჩემი ძმა, რომ სადღაც ერთი ალბათ 10 წუთი დააკლდა ვიდეოს ატვირთვას და წავშალე რა ის ატვირთულიც მეთქი, რომ ხარვეზით აიტვირთებოდა, რადგან ვიდეოს წვდომა არ ექნებოდა ინტერნეტთან რა და მეთქი ჩავრთავ ინტერნეტს თქო. და ნუ გზაში დაიწყო გააგრძელა ატვირთვა და რაღაცა, მაგრამ იქ რომ მივედით არც ისეთი დაბალი ადგილი არა და ნუ კონკრეტულად ერთ სიტყვით სადაც მთელი დღე ძირითადად ვართ იმ ადგილას ინტერნეტი კი იჭერს მესეჯები მოვა არ დაირეკება მესენჯერში მოვა მესეჯი ვიდეო თვალ დარეკავ შენთანაც რო რეკავდი ცოტა ზემოთავედ ის სამზარეულოს მხარეს და იქიდან დავრეკე ხო აი ესეთი რაღაცები მოდის მესეჯი მოვა Facebook-ში შეხვალ და რაღაცას ნახავ ოღონდ დიდი ხანი ტრიალებს და მოკლედ ეს ის და სახში რომ მოველი მე აიტვირთა ვიდეო რისთვის ჩაქთე ინტერნეტი და სად გავისროლე ორი გარი. ანუ მეთქი რა აიტვირთება თქო რა რაღაცა რა. არა, იმ ადგილას არ იჭერს ჯეოსელი, მე ჯეოსელი მაქვს და. ეხლა დავიჭრებ ჩხილები. სუმომტყდა მახსოვს ადრე ბაბო ფურნეში რომ მუშაობდა ხოლმე. როგორ მიყვარდა ხოლმე რომ მოვიდოდა და ისაუბრ ჩხილები მომიწესის ხან მოსტყდებოდა ხოლმე ჯერ ისედაც ჩხილებს ვარატარებდა ხოლმე რაღაცა ხარას მიარტყავდა ხოლმე ხანდრას იქაც და აი შეშაზე იყო ხოლმე ისა პური შეშაზე ცხობოდა ხოლმე და ერთი რაღაცა ყუსაჭყა ქონდა და მე გუშ როგორ მანდობდა და არა თიც არ ვაჭრიდი ხო და ხარ უყურებ ხოლმე ბაბოს ჩხილები მაგცინებას მოლაგალაგა მაგ დამტრებული აი ბოლო დონეზე მაგ დაჭრი მაგრამ მაინც ხო და ეხა მე რომ ნინოს მივცე ხა ბაკრატელი და მომაჭერი მეთქი იღლიაში მომაჭრის ხელს აი მე ხარხნო დღეს ცხელოდა იქა იქი არა ზოგადად ხო ცხელოდა და წარმოიდგინე -10 თუ რა ვიცი მინუს რამდენი გრადუსი იყო მაშინ წასწრები გვეცვა ეხლა დღესაც ეგ გვეცვა ერთი წელი გამოგავიხადე ვერ გავქაჩე ხვალ სავარაუდოდ უკლავებოსაც არ ჩავიცვე იმიტომ რომ მაგრად ცხელობ ეხლა ხუთშაბათის გეგმა ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო გაიშულო ყოველ კვირა ბაზრობაზე ხო არ ბაზრობაო არა ბაზრობაზე წასასვლელი ვარ იმიტომ რომ თამუნას უნდა პატარა ნიკოლოს უნდა ჩასაცმელი ვიყიდო მე რომ მეჯვარებს ვიყავი პატარა ეყოლა თამოს და უნდა მოვინახულო აუცილებლად რა ამ კვირაში მაგრამ ხუთშაბათს არ ამგონი იმიტომ რომ ხუთშაბათს რო იტყვენ აი აქ უნდა ვიყო სახში უნდა ვიყო და ყველაფერი გავაკეთო და პლუს ერთ-ერთი შეკვეთა მაინც უნდა დავამთავრო ყველა ვარიანტში
დღეს გიოსაროჭკას დავხატავ, პინგვინი უნდა დავხატო. ხო და იქნებ ისიც მივყვე რა და უბრალოდ ნახატში ანუ ქვები ხო ბოლო ეტაპია ხოლმე ნახატის რა და უბრალოდ გავაკეთო ის ნახატი. დავხატო. და ქვები რა ვიცი მე. ივანეს უფასოდ მოუწევს. თაწეს დახატა. უფასოდ დავხატავ ივანეს, არა ისე გამოვართო ფული. ზოგადად, როდესაც ვხატავ ხოლმე ყოველ წელს, რა თქმა უნდა, ღმერთმა მიმრავლოს სანაცნობო და საახლობლო და რაღაცა უდიდესი სიამოვნებაა ხოლმე, როდესაც სახლობელი განდობს იმას რა ქვია. და რაღაცნაირად რო გიხარია რა, იცი რა მაგარი შეგრძნება არის, რომ რაღაცა ის რომ თან რო წარმოვიდგენ, რომ ერთ დროს რო ჩვენ პატარები ვიყავით და რაღაცა, ეხლა იმათ შვილები ისინი ამთავრებენ და იმათ შვილებს შემიძლია რომ მივანიჭოს აი რაღაცა სიხარული. ხო და რა თქმა უნდა მიხარია რომ წელსაც მყავს არაერთი ეგეთი ადამიანი, რასაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებ. ესე. მეორე წელს ივანე იქნება. ნეტა რა უნდა დამახატინოს ივანე. ეხლა რომ მე ვარ დამახატინოს ივანე და წავიდეს და ვიღაცას გეფიცები თუ მაგრად არ ვიცი. შენ რა უნდა დაახატინო? ხო აი რასა ფიქრობ, რა უნდა დაახატინო? ნია უნდა დაახატინოს ეხლა ჩემო მულიშვილმა, ლაშას მამიდაშვილის შვილმა. ნიაკომ და უკვე ამთავრებს. ღმერთო როგორ მახსოვს ნია რო დაიბადა და ამთავრებს და გუშინატომ წერს რომ ისე არ ვიციო. ახო. არ ვიციო რა უნდა დახატოს. რა გინენი რა ვიციო და მოკლედ ისა მიდი მაშინ მოუფიქრე ნიაკოს და რა უნდა დაუხატოს და მე დაუხატავ. მერთო ამხელა რო დაიბადა, ამხელა მახსოვს და ეხლა ასეთი ბავშვები ამთავრებენ უკვე სკოლას. ძალიან მალე გადის დრო ხა, ძალიან მალე გადის. ხვალ მამაჩემის დაბადების დღეა. ხვალ მამაჩემი იუბილარია. 12 მარტი. მე კატოს დაბადების დღეა კიდე. თვის ბოლოს. ჩემი ძმისშვილის. აპრილში მის დაბადების დღეა. მარტი აპრილში არა ვიცი. მაისში მარიამის და ბარბარის დაბადების დღე. აიში მარიამია დაბადებული. მათეს მარიამი. ჩემი მარიამი. და მაგ დღისით მივიქნებით ისევ ქობულეთში. თურქეთში. და სავარაუდოდ იქ მოუწევს მაროს დაბადების დღის მილოცვა. ეხლა თმა გამიშრებოდა ნინო, ეხლა თორე შორენას ეხლა მეტიც არ უნდა. მოვიხსნა. და ეს სულიერი დამოვარცხნეს. სელფის ჯოხზე ხართ? შვენირად ხან აქედან ახალთ, ხან გვერდ ხედიდან, ხან წინ ხედიდან, ხან ზედ ხედიდან. კაია. თან ვერ ვხედავთ რანაირად ვზივარ. უბრალოდ მაგარი დახლინო ქონდა ფეხები და ვასვენებ დედას გეცე. კაია, არ ჩანს. ჟურნალისტი ვით რა, წელს ხვებოთ რა თვით კაცვა არ იცის. აი ეგრე ვარ მეც. ხო, ანუ ზემოდან რო პიჯაკები აცვიათ და მაიკები და რაღაც ესეთი კლასიკური, შეიძლება იმით იყვნენ სპორტული შარბით. თაბლა ხო არ ჩანს. ჟურნალისტი რო ტელევიზორში ჩანს, ქვეშ რაც, ნუ ყველას არ რა თქმა უნდა, ზოგი ნუ დადიან და. გაუღერა, კერძი მოაქვს. ივან და სარეკი გააქვს. ხო. ბარბარისთან დამარეკინე რა. ცხელია დობიო. ხო. ბარბარისთან დამარეკინე. ივანესთვის სპეციალურად უნდა ვიყიდო სამსართულიანი ჯამები. არ არსებობს რაშიც არ უნდა ჩავასხა, მაინც ხა? არ დამღურია. არ დამღურია. ხალიფს ილოკავდი, ხა დამღურია.
ირეკება? გაათანგარიში? დაბნედა დაცე, 2 დღეა დაწანწალებს. მაწანწალა ეს. მე სხოდა ვიგე. შენც მაწანწალა. ეს ქალია, ხომ გავათხოვო მერე. ხო. ხო. აჰა. რა ხმებს გამოსცემ შენი ტელეფონი? ხო. ხო დაგიშველდა. არ გიპასუხებს. გათიშვილი იქნება. ზარი დასრულდა. ვახ კაცო. ვინები არიან ერთად ხო არ იცი? ეგეც შენი ბარბარე. პაპუ ბარბარე. ელენესთან იქნება იმასთან რა ქვია გასაწეთთან. მარიამთან მეორე გასაწეთთან. არა გაქიმ დაქალოჭკების ნომერი. უნდა ჩავიწერო ერთ სხვადას ჩავიწერო რომ დავთვალო ხოლმე. ხო. აკი? სადა ხარ? ალო. აი მე. სადა ხარ? სადა? იონი არა ისა. დედა შენ ხარ? არა. თენგიზა. ხონა გეფიცები. როგორი? მარინებებს ხონა გეფიცები. მარინებებს ხმა. ხო, დედა ჩემია შვილო. სადა ხარ? ხა, მად არის? ხო, კარგად არის ეს. გოგო. მისმენ, სადა ხარ? ხო. აი აქ სკვერში. აი ეგ სადა? აი აქ, აი ნაძვის ხეთააციც რა არის? უკაცრავად სახლის გზა ხوار დაგავიწყდა. რომელ საათიაც მოვედით დედა? რასამს 1 საათის წინ მე მოვედი. რომელ საათზე წახვედი? არ ვიცი, ალბათ 1 საათია რომ მოველითო. არა, ხუთზე ყდა რაღაც უც. მოიცა 1 წუთი მოიცა. აი ხო. სანამად მიხვიდოდით, სად იყავი? აი. აქ მოვედით პირდაპირ. 6 საათზე სკვერთან ვიყავი. არავინ არ იყო მანდ. იცი სადა ვარ? დაბლა რო ისინი არის, ხო იცი? გადახურულები, აი მან ზივართ და ქუჩიდან არ ჩანს. ვაი. აი უთხარი. ვაი, რომლები ხართ ერთი, აბა ჩამომითვალე. უთხარი, გაიგე რა საუბრა. ჩამომითვალე, რომლები ხარ? ჩენ, ელენე. აჰა, ელენე და მარიამი. როგორ აყაყანები? ელენე და მარიამი არა? ვაი, თქვენ თუ მანდა რაში? მოიცა ნელა თქვი გოგო. აი ეკლესიის გვერდზე სკვერი რო არის, მან დაბლა გააკეთეს ძალიან. დაახლოებით 2 მეტრი, 3 მეტრი. თქვენ იყავით წეღან სიგარეტის ბოლი ამოდიოდა. ვაიმე სადამ მანდ მოვალე ხა დაიშალედით თორე არ ვიცი რაც კი. აუ ერთ დღეს დავჩადა. უხურე ხა გოგო. დაურეკო შორერას ახლა. ეგ მანდედან მოვა და მე აქედან. ნეცემ დაურეკეთ მას და მე მგონი დღეს არ მინახია. სადა გნახავ და სად გეძებოს სკვერ და ბუჩკ. აბა. ნახევარსაათის სახში იყავით. ვიყავით, ანუ ჩვენც ამოვიდეთ. ხო, ამოდი დასალევი გააკ რამე. ამო. ია დავჭიქ არ დავდე მარადეიდა. 2 დალიე? 2 არ დავლიე. და ესენი მარადეიდა ყველა სტადიონი ხმა. ორი რა, ეს სახში მინდა ფუნქციონალ ყურა მარადეიდა. ნახევარსაათში სახში იყავით. ჩქარა. დაიშალენით. კარგად. აბა ჰე. ბატე. მე გოგო გავთიშე მე ვთქვი თუ მანამდე. მაგრამ რა მშვება ბატები არის.
ღავჟღავებენ. ხო თქვი ვინც არიან კუდები ერთმანეთისა? ბალღები. ჰა? ბალღები. ბალღები. სადი ისწავლე რაღაც. ოხო. ეგენ მოდიან ბაღიდან. აი მე ერთი სურათი უნდა ვხო რა საცილოები არიან ბაღში. მარიამიც მაგის ბაღები იყო არა? კი, ელენე და ბარბარე, რა ვიცი, რომ დაიბადნენ და შევყარეთ ბაღში, იმის მერე მოდიან ერთ-ერთი კლასელებიც. კუდები ერთმანეთის. ვაი დედა. მარინე ბაბოს ხმა გქონდა. სხვადასხვა ბევრ მომითხრე. კაცოს ფუტურო გადაგიგრო დაიბრუნდა. ხო. მენდესო. მან როგორ გავხსახი იყო? საერთოდ კუნთი? აი ყველა ფიტო ესეც სახე გააკეთა. გოგო იქ სახე გოგო ხარ. იქ სახე შემიცვალა. მაგა არა თვითონ მოვსულაჩი. ხახო ნახევრად თვალ და ხუჭული დაუჭერი. ვაი დედა. ეს ნახე. ეხა ნონას მივწერო რომ ამოიტანოს გიოს საროჭკა და ბანემ დაუხატავ გიოს. დაუხატავ. რა. ой ეს ფოტო არის შაშონი. სად არის გადაღებული? ეკლესიის ლოში. მერე? ფერებს ვერ აღიქოს. 17 მარტს 2024-ია ეკადაგებული. შაშან? 17 მარტს დღეს 11. აჩქარა თქმა უნდა გავიშურო. და გაგეყინა ლობიო. დროულად 2 წუთი არ ჩარდა რა ტელევიზორი. ბაბა რა საკეთებ? და ეს არის 8 მარტს გადაღებული ზუსტად მაგ ადგილას წელს. ხო, ძირი არის შვილო. იგივე არის. ანუ ძირი დგა ამის ძირი. შოულებით თესავენ ამ ყოველს. თესავენ არ გავენ თუ რა ვიცი რა თქვი. და ორი ხის მერე გაფუტეს. და რა მოსდის? გაფუტეს მეთქი. რატო? ივანე, ავტოს ივანე მივარ. აინე. აუ, ნინო ამოიტანე კოკის საჭმელი. მაგას რო ჩაიტან კოკის საჭმელი ამოიტანე რა და შენი ხო ამოიტანე. მარია გაცხელება და სად მიდი? რო ჩახვალა მეები ჩასაკანად, მე ამოიტანე, მაინც ვიშრობ ხატვას. ესე იგი ხატვის ხტია და ხაზვისგან კმაყოფილი ხარ შენ? ვინ რამდენი ბავშვი ხართ? ეს ვიყავ. ექვსი ვიყავ. მოგდენია. ცოტა ვიმო. ისერი მტკივა რატო? ჩაუწიე რა. ესე იგი ალბათ ბევრი თქვენგანი ნახავდა ინტერნეტში კადრებს, საშინელ კადრებს. რა ვიცი, ხორცი რო დაგეწვება ისეთ კადრებს. თუ რას უშვებიან ქრისტიანებს, რომლებმაც არ მიიღეს ისლამი. სირიაში რა უბედურობა ხდება ხალხი. და ყველაზე საშინელება იცი რა არის? ამ ყველაფერს სავარაუდოდ როგორც ქართული რა ვიცი ჰაკერები თუ რაც არიან ისევე უცხოურები, როგორც კი რამე ვიდეო და რამე ინფორმაცია დაიდება ამის შესახებ, უფრო ვიდეო კადრებით და ფოტოებით იმ წამს იღებენ სოციალურ ქსელიდან შლიან. თუმცა ბევრს აქვს მოსწრებული და ნანახი, რომ რეალურად ნახოს რა ხდება ისრაელში, სირიაში. არ ვიცი, მე რო ძილის წინ შემხვდა თან კადრები, ზოგადად ვიცი ხოლმე სანამ დავიძინებ, შევანახულობ ხოლმე რა და რაღაცებს რა ისე. გასართობ. რა გასართობად, აი არ ვიცი, კი რაღაც დავიხჩე ბრაზისგან, ყველაფრისგან, როგორც პიჭკის ღერები ისე ალაგია ცივი ბავშვის სხეულები, აი არ ვიცი, ღმერთო ჩემო ეს არის შოკი ყოლა დაუჯერებელი რაღაც, როგორ დაუნდობლად აკეთებენ ამ ყველაფერს, როგორ ხრეტავენ ახალგაზრდებს და ჯვარს აცვევს ბევრი ქრისტიანი. ერთის ვიდეო იყო, მე ინფორმაცია კიდევ ვრცელდებოდა რაღაცა
სურათები არ ვიცი რამდენად რეალური იყო, მაგრამ ერთი ყველა ვარიანტში ნამდვილია. რამხელა გენოციდს აკეთებენ ქრისტიანული საზოგადოების. დაუნდობლები, ღმერთო, ერთი ვიდეოა წეღანაც ვნახე, ჯერჯერობით არ არის ამოღებული, ალბათ ძალიან ისეთ კადრებს არ შეიცავს, მარტო ის არის, რომ მოხუც კაცს როგორ უტყავენ სახეში ეს საზიზღარი ფორმიანები და ეს ნიღბიანი ხალხი. არ ვიცი, რატო იღებენ ამებს სოციალური ქსელიდან, ესეც ისინი რო იდება, პირიქით უნდა გავრცელდეს იმ ხრივ, რომ ხალხმა ნახოს, რაღაცისთვის მაინც იყოს მზად და არა ვიცი, რაღაცა ის ხომ უნდა ისაუქნათ, მოიმოქმედოს. წეგან მაგალითად პოსტი ვნახე, ქართული არ ვიცი ვინ წერდა, ძალიან ბევრი მომხრე ყავდა იმის, რომ საზღვრების კონტროლი გაუწიოთ, ხალხო, ჩვენ რა უნდა გაუწიოთ, ვისაც ევალება, იმან უნდა გაუწიოს, რომ ეს მსგავსი, რა ვიცი, უკვე საშიშია მსგავსი რელიგიის აქეთ შემოსვლა. რა თქმა უნდა, არა ვარ აი ესეთი ის, რომ აი რაღაც ადამიანი გამოარჩიო რელიგიის, სარებლობის, რაღაცა კანისფერის და იმის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ საშიშია უკვე და რაღაცნაირად უნდა გაფრთხილდე ადამიანი, მოუფრთხილდე, რომ რა დროს, სად დაიწყებს ეს ყველაფერი აფეთქებას, კაცმა არ იცის და რა ვიცი, ცოტა უნდა გაიღვიძოს ჩვენმა მთავრობამ, ვისაც ევალება ეს ყველაფერი, რომ საზღვრებს გაუწიონ კონტროლი, რომ ეს ამდენი საშინელება რო ხდება, ამდენი სხვა ეროვნების ხალხი შემოდის, ამდენი სხვა რელიგიის ხალხი შემოდის და რა დროს დაიწყებენ და სად დაიწყებენ ამ საშინელ ქმედებებს, კაცმა არ იცის რა. არ ვიცი, იმედია დროულად შეწყდება იქ რაც ხდება, იმიტომ რომ საშინელება იყო. აი მე ღმერთო, აი როგორ უნდა წარმოიდგინო ის იმდენი ბავშვი და ჩაჩოქილი დედები მათთან. ესეთ ქმითაც და წარმოსახვითაც ვერ მიხვდები ადამიანი თუ იქ რა სიმწარე ტრიალებს. არ ვიცი. საშინელება. ვიღაცამ უნდა რაღაცა გააკეთოს, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს. მე იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა, ჯერ ხო გამეჩხირა ბურთი. აი სუთვალწინი მედგა ეს ყველაფერი და ვფიქრობდი, რომ აი როგორ მე მეთქი რაღაცნაირად დავივიწყო ეს რაღაცა მომენტი ძილის წინ იყო რა, დრო აი ეს რაღაცა ლაითი იქნება ან ვიდეო შევხვდეს რა რაღაცა მეთქი და მე კიდე სხვა გზნობა დამეუფლა, რომ ანუ ეს სინამდვილეში რეალობაში ხდება ეს ყველაფერი და მე რომელმაც უბრალოდ გასააზრებლად ძნელად მომეჩვენა და უბრალოდ მინდოდა დავიწყება და მინდოდა რომ სხვა რაღაცით გამენეიტრალებინა, რომ ჩემი მე დამესვენა რა ამ ცუდი ვიდეოსგან, ცუდი აურისგან, ცუდი და მე მანდ ვიხვდი რომ არასწორი ვიყავი, იმიტომ რომ ეს რაღაცები არ უნდა დაგავიწყდეს, არ უნდა თქვა რომ ეს ჩემ თავს არ ხდება და მე არ მეხება. არა, პირიქით ესეთი რაღაცები უნდა გეტკინოს ადამიანს, რომ რეალურ სამყაროს დაუპირისპირდე იმით, რომ რა შეიძლება რომ ნებისმიერ წუთს სადღაცას მოხდეს. დღეს იქ არის, ხვალ შეიძლება აქ იყოს. და არ ვიცი. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ძალიან ახლოა. და ამ ყველაფერზე რო ვფიქრობ ხოლმე ადამიანი, მე ვფიქრობ იმაზე, რომ რამდენად ამაოა იმ რაღაცეებზე ფიქრი. აი მე რემონტი, აი მე საძინებელი, აი მე რაღაცა ეზო. სიცოცხლეზე აქ ლაპარაკი და კიდე რამდენს აქაურს ვფიქრობთ ხოლმე და ამ ცხოვრებისთვის რაღაცა, ნუ არ არის ეგ დანაშაული რა თქმა უნდა, რომ რაღაცა გინდა რომ კარგად იყო და რაღაცა, მაგრამ მეორე მხარეს როგორი წუთია სოფელი, იმიტომ რომ რაღაცა გეგმებს სახავ და კაცმა არ იცის აქეთ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს. არ ვიცი, იმედია რომ ესეთი რაღაცეები და ორმაგად და ასმაგად საშინელება, რომ ეს ყველაფერი ხდება უსუსურ პატარა ბავშვების თავზე გადადის.
და მათზე ტყდება ჯოხი და არ ვიცი რამდენად ველური უნდა იყო ადამიანი, რამდენად ცხოველი. ერთადერთი ძალიან არ გავაგრძელებ ამ ვიდეოს, ძალიან არ დაგსტრესავთ და დაგამძიმებთ, მაგრამ არაფერი არ შექმნილა, არაფერი არ არსებობს ადამიანზე მეტი. ერთადერთი არსება არის ადამიანი, რომელიც არის ხეცზე უარესი, რომელიცაც შეუძლია იყოს ცივსისხლიანზე ცივსისხლიანი, დაუნდობელზე დაუნდობელი და ყველაზე საშინელი ქმნილება ადამიანი, რომელსაც ადამიანობის არაფერი არ სცხია. არ ვიცი, საშინელება. დროებით